Საიჭეთ მეორედან დაიჭირეთ. არა, ჩემო. ეს გაინტერესებს მიგრანტების ხმა. არ გაინტერესებს თქვენ ჩვენი წუხილი, ქალბატონი. ქალბატონზე შემოსწავლე. როგორ გეკადრებათ? ნახეთ როგორ გეფერებით. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ამბობენ, მე თქვა. თქვენ ხო? აბა. ის თქვენ რო არითმეტიკა იცოდეთ, თქვენ გეწოდინებათ ქართველი. არ წავაგე. რატომ არ დაგიმტკიცე დუბნები? ერთი წუთი მოგვისმინე, არ გაიგე. არჩევნები, რატომ უკანი არ გაგიხსენდა? რატომ უნდა იცოდე ქართველი? უკანი არ გაგიხსენდა, როგორ? როცა 40 საქართველოს ქართველის გარეშე ვერ დაიტოვებთ. რუსებს ვერ ჩააბარებთ. თქვენ იცით ეს ამბავი? ნურას უკაცრევ. არა, ჩემო კარგო, ჩვენ ყველგან ვართ. საქართველოშიც, ემიგრაციაშიც, ყველგან რუსეთის გარდა და თქვენ გზა რუსეთშია. არა, ჩემო სიხარულო, ნამდვილად რუსეთში. წადი ახლა. მე წადი, როგორ გეკადრებათ? ნურას უკაცრევ. სასტუმროში მოხვედი, ფისიქენი და დაიცი. ვაიმე, რა საყვარელი. რა ზდილობდიან. რამდენი წელი ის გამთვალე. როგორ გეკადრებათ? ყველა მიიღებს იმისაღებს, რა თქმა უნდა. აუცილებლად თქვენ არ გაქვთ უფლება სუნთქავდეთ ევროპულ ჰაერს. არა, ნამდვილად. რუსეთის ჰაერი კი იყო. მაგრამ საქმე იცი რა არის? რუსეთის რატო უსვამთ ყოველთვის მიშას პოლიტიკას ხაზს, ა? ქალბატონო. ეს ქალბატონები არიან. თუ თქვენ აი მე რა საყვარელი ხარ, ანუ საქმეც აღარ არის რუსეთში, იმიტომ რომ რუსებს თავისით არაფერი უნდა შეიკარათ რამე ახალი. თქვენ ახალი მეთოდები შეგაქვთ რამე რუსეთისთვის? იმიტომ რომ საკვებიც არა. ნურას უკაცრევ ჩხუბ. მე აქ შემოსიხარულო. როგორ გეკადრებათ? თქვენ აქ. არჩევნები გაწავადეთ. ერთი რამ იცოდეთ ქალბატონებია. ხვდები რომ უყვართ. ყველა არავის არ შევარჩენ. ჩვენ ყოველთვის იქნებით დაირბენი. არა, არ ვირბენთ, იცი რა კარგად. მაგრამ ჩვენ ქართველებს თქვენთანს არ დავაჩაგვრიათ. ჩვენ ხალხს. თქვენი არ არის ეს ევროპისაა. თქვენი რუსეთშია. თქვენი რუსეთშია. En fait, je suis dérangée. როგორ გეკადრებათ? ეს c'est madame Rumbe. Oh, როგორ გეკადრებათ? harcèlement, oui, კი, bien sûr. რა ცოდუა ფრანგული რომ იცით ხო? Იმიტომ რომ თქვენ მარტო რუსული უნდა იცოდეთ. Ça, il n'y a pas de problème. Si elle veut monter dans sa chambre, elle peut y aller. On la retient pas. On la retient pas. Voilà, c'est juste une pro-russe qui ne se bat pas pour son pays. Voilà, c'est une opportuniste. C'est tout, c'est tout. Voilà. Voilà. Si vous voulez le contexte, c'est une députée géorgienne qui fraudait les élections et législatives. Oui, oui, non, mais on vous explique le contexte. Voilà, on vous explique simplement.